ისრაელი და ლიბანი ცეცხლის პირობით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ჰეზბოლას მხრიდან საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში ლიბანის ტერიტორიაზე შეიქმნება საცდელი უსაფრთხოების ზონები, სადაც ჰეზბოლას მებრძოლებს შესვლა ეკრძალებათ, ხოლო მათზე სრულ კონტროლს ლიბანის არმია აიღებს. 3 ივნის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ჰეზბოლა ცეცხლს სრულად შეწყვეტს და დაჯგუფების ყველა მებრძოლი ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს დატოვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბანის ელჩის განცხადებით, შეთანხმება დამოუკიდებელი და სუვერენული ლიბანის სახელმწიფო გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ლიბანის პრეზიდენტ ჟოზეფ აუნის ლიდერობითა და პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის ხელმძღვანელობით მე ვუძღვებოდი ლიბანის დელეგაციას, რომელსაც ელჩი სიმონ კარამი ედგა სათავეში. პირდაპირი მოლაპარაკებების ამ რაუნდში, რომლის შედეგადაც მიღწეული იქნა ყოვლისმომცველი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლიბანის მთელ ტერიტორიაზე. მოლაპარაკებების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ პრობლემური საკითხები კვლავ არსებობს. თუმცა მთავარია, რომ ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა სურს. ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ის შენარჩუნდება. ისრაელელი, ამერიკელი და ლიბანელი საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, რომ ლიბანში არ არსებობს ადგილი, რომელიც დაცული იქნება ისრაელის საპასუხო მოქმედებებისგან, თუ ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას გადაწყვეტს. უნდა გაიგონ, რომ მათ არ შეუძლიათ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა. ჰეზბოლას ტერორისტებმა ჩრდილოეთისკენ უნდა გადაინაცვლონ და სამხრეთ ლიბანი ჰეზბოლას და ირანის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს. ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად კითხვები კვლავ არსებობს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის შესახებ, განსაკუთრებით მხარეებს შორის არსებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა ჰეზბოლა. პირობითი შეთანხმება კი სწორედ დაჯგუფებაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ჰეზბოლას მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ დაჯგუფება ნაწილობრივ შეთანხმებაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მოლაპარაკებების შუამავალი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსი დენ ჰოლერი ამბობს, რომ მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მთავრობებმა უნდა მიიღონ და არა სხვა გარეძალებმა. შეერთებულმა შტატებმა ორივე მთავრობის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უწყვეტი მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვან. ასევე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე ნებისმიერი შეთანხმება შეერთებული შტატების შუამავლობით უშუალოდ ორი მთავრობის მიერ უნდა იყოს მიღწეული და არა ცალკეული პარალელური ძალების მიერ. შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა თავის გეგმას მხარი დაუჭიროს ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მთელი ლიბანის ტერიტორიაზე კონტროლის უზრუნველყოფას. ასევე ხაზი გაუსვით სახელმწიფო მდივნის რუბიოს 2 ივნისის განცხადებას, რომ ჰეზბოლა არა მხოლოდ ისრაელის მტერია, არამედ ის ამერიკის და ლიბანის მტერიცაა. ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ჰეზბოლას და მთელი ლიბანის მასშტაბით მისი ინფრასტრუქტურის განადგურებითაა შესაძლებელი. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც გასულ დღეებში ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ჰეზბოლას წინააღმდეგ შეტევები მნიშვნელოვნად გააძლიერა. გასული 20 წლის განმავლობაში ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მოლაპარაკებების მორიგი მეხუთე რაუნდი მხარეებს შორის 22 ივნისის კვირაშია დაგეგმილი. მიზანი კი ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა იქნება.